დილამშვიდობის ხალხო, დილამშვიდობის დაკარგული მე მოვედი. როგორ ხართ? რა შობით? აი მეცი როგორა ვარ? აი ადამიანი რო იქეიფებს, მე პახველიაზე რო გამოვა, მე რო დათრება, მე რო გამოვა, მე რო დათრება, იქ იქონება მაგარი. ზედიზედ ნამთვრალები ადამიანი ვარ, აი მასე ვგრძნობ თავს. ხო და მართლა მასე ვგრძნობ თავს, მგონია რომ რავი. ღვინოზე მაქვს დალეული და ასე შემდეგ. თუმცა გუშინ წინ დავლიე კი. 5 ჭიქა მაინც გამომივიდო და ნუ 5 ჭიქას ვგულისხმობ ნახევრები რო ეს ხარ ამაგ. ჩვენი ღვინო იყო წაღებული და ზუსტად ვიცოდი რომ როგორი ღვინო იყო და რა იყო. ყელი ხლაც ამაქვს რავი მომღერალივით ჩახლეჩილი. ძალიან მაგარი იყო ხალხო, ძალიან კარგი იყო, ძალიან კაი დრო გავატარეთ, კარგად ვიმხიარულეთ. აი რო ტყვიან მუცელი ხელით მეჭირათ, იმდენი ვიცინეთ. ყველა კლასის მშობლები ხო განსაკუთრებულად მიყვარს, აი ნინოს კლასის მშობლები, ბარბარეს რაღაც, მაგრამ ივანე მაინც რომ ხათა პირველი ეს არის პირველი დამოკიდებულება მშობლებთან, პირველი რაღაცა და აი რაღაცნაირად რა, აი ერთი სხვადასხვა ასაკი ხო გვაქვს, მაგრამ ერთნი ვართ და აი არ ვიცი, ერთმანეთთან ვართ, როგორც აი ერთად გაიზარდე რაღაცა, აი ყველა ძალიან მაგრად ვიცინეთ, ძალიან მაგრად ვიხარისეთ, ვიხუბრეთ, ვიცეკვეთ, ყველაფერი გავაკეთეთ. ძალიან კაი იყო. ხო და გუშინ ვაპირებდი რომ მეთქი ავაწყობ ვიდეოს. მაგრამ გუშინ ეხლა როგორც ვარ, აი გეგონება აი ძალაგა გამოცლიო გუში ხო ვარ, ერთად ვიყავი. ხო და მთელი დღის მანძილზე რავი სანამ ყველამ გაიღვიძა რაღაცა და რესტორნიდან იცი რამდენი საჭმელი წამოვიღეთ. ხალხო აი იმდენი საჭმელი წამოვიღეთ, რომ გუშინაც კი უკან ავკრიფეთ, რომ ვერ შეჭამეს. ხო და რომელი იყო სადღაც 2-სკენ თუ 3-სკენ რომ შევიკრიფენით, მე აღარ მივდიოდი, ივანე მიდიოდა მარტო, ნუ მშობლებიც მიდიოდნენ, იმიტომ რომ ასე თუ ისე ბავშვები არიან მაინც და ბოლოს არის ბევრი სამწუხაროდ ბევრი ცუდი რაღაც ახლავს ხოლმე, ამიტომ ვიყავი, იყვნენ ოღონდ დისტანციურად რა, ანუ ისე რომ აი ბავშვი კი არ გიჭირო ხელი ჩაკიდული რომ მოდი რაღაცა, არა. თავისუფლება სრული, ძალიან კარგი ბავშვები არიან, აი ერთმანეთში ცი როგორ არიან, ზედმეტს არ ეტყვიან ერთმანეთს, სანაც აი ძალიან რაღაცნაირი კლასია რა. დიდი ბავშვები. ხო და რო აღმოჩნდა მე ერთი მიდიოდა 2-3-4-5 მშობლები და მეთქი აი ძალიან და იცი როგორ ვიყავი გამოგლეჯილი ენერგიით და არ მივდიოდი მოკლედ დილიდანვე მქონდა გადაწყვეტილი რომ მე ვсё აღარ წავალ თქო. ხო და თამობდა მირეკა ეხა მოდივარ უკვე გამზადებული ყველაფერი რაღაცა. ჩქარა წამოდიოდა, წაგათრიო და ესე წამათრია მართლა. 2 წუთში ჩაცმული ტანსაცმლით წავედი. ჩვენივე ვიცინეთ, ვიღუღუნეთ ისა, წამოვალთ, დღეში ვიყავით აქ ჩვენთან. აი იცი როგორ ვიყავი რომ მოვედი. ერთადერთი რაც გავაკეთე, მტვერსასრუტი ჩავრთე, გარეთა ოთახი მივალაგე, რომ ნამუსმა შემაწუხა. დანარჩენი დავწექი. ეხლა აი უბრალოდ რომ ვიცო, აი საქმე რო არ იყოს რა, ხო სად გაიქცევა და მე შეიძლება გააკეთო, მაგრამ აზრი არ აქვს ხა რომ დავწვე და თქვა რომ აი მე გავა, აი რო ავდგე არ დამეცინება. შეიძლება ესე ძილღვიძილში ვიყო და სულ მესმის ის რომ რაღაცა ან გასაკეთებელია საჭმელი, ან ქათამია გამოსაშვებია, რაღაცა ან საჭმელი რავი ცხოველები და მაინც ვერ მოვისვენებ, ამიტომ მირჩევნია ნელა გავაკეთო და მე თუ რაღაცა წამოვწვე. დამშვიდებულად რომ ვიცოდე რომ არაფერი არ მომჩხავის უკან. ადექიო. ვაი დედა, ძალიან კაი იყო, მაგრამ მართლა ძალიან კაი იყო.
დღეს რაღაცები ჩამიყარეს ბავშვებმაც და მშობლებმაც, სურათები, ვიდეოები, ეგეთი რაღაცეები, რითიც უნდა ბოლოს არის ვიდეო ავაწყო რა და გუშინ საღამოთიც ელოდებოდნენ. მაგრამ ის ეხლაც არ ვიცი, როგორ უნდა გავაკეთო და რა უნდა გავაკეთო. ცოტა ის უნდა იმაგას. ფხიზელი გონება, რომ დაჯდე და რაღაცა გააკეთო თავიდან ბოლომდე. მაგრამ უნდა გავაკეთო, რა თქმა უნდა. უბრალოდ გუშინ რო ვაპირებდი მაგ ვიდეოს ვითომ გაკეთებას რა. ხო გუშინ საერთოდ არ დამედია. მაგრამ ვერა. იმდენად ეხლაც გეფცები რო გავჩერდე თვალები დავხვიჭო დამეძინება. ეს ორდღიანი ეს ამბავი დატვირთვა. ვერ გავქაჩე. მიუხედავად იმისა, რომ იდეალური დრო გავატარე გუშინაც და გუშინ წინ თუმეტეს გამწურა. და დღესაც არანაკლებ ეგრე გამოთაყვანებული ვარ. თან ის რომ ვერ აგიხსნით რამდენი ჭურჭელი. ოღონდ იმიტომ კი არა რომ ან მე არ დავრეცხე და ბარბარე არა. წყალი არ არის. ბაკში გვიდგა ასე წყალი რომ ბოლომდე ხელსაც არ ვიბანთ, თითებს ვიბანთ რომ გვეყოს. და სარეცხი ხალხო, ხო ყოველდღე ვრეცხავდი და სულ სარეცხი მქონდა და თქვენც მიწედით რომ რა გაქვს ასეთი. 2 დღე არ დამირეცხია და თუ შეხვიდეთ აბანოში გეფიცები, ესე უნდა გაწიოთ. ტაშტებში, კალათებში. წყალს პირი არ უჩას მოსვლის. ეხლა ვფიქრობ, რომ ჭურჭელი მაინც უნდა დავრეცხო, იმიტომ რომ გჭირდება ჭურჭელი, იმიდან იმებს ხوار გავხსნი რა ქვია, სერვისებს. ხო და რაღაც მაგას გავზუნგლი რა. მაგრამ წყალი გჭირდება. მადლობა დიდი თბილი კომენტარებისთვის, ხალხო, რაც თქვენ დამეწერეთ და ბავშვებს უსურვეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უდიდესი მადლობა. კაბამ გაამართლა, იმიტომ რომ მართლა სასიამოვნოდ არ მაწუხებდა არაფერი, ან სიგანე, ან სივიწროვე, არაფერი. საერთოდ არ შეუწუხები ვარ. ერთადერთი იქიდან რომ მოდიოდით ბოლოს არიდან, ანუ ესე რომ დავიხერე, სუფთა ვარ რა მე და გოგოები მეუბნებიან რა, ისა უკვე გამოდიოდით რაღაცა ავალაგეთ ისინი. საჭველები და რაღაცები რა კონტეინერები მოგვიტანეს, ჩავალაგეთ რაღაცა გავამზადეთ, რომ უნდა წამოგეღო. გუშინდელი დღესთვის ხო გვინდოდა და უკვე ავტობუსში ვსხდებთ, რომ უნდა წამოვიდეთ. ერთი სული მაგ წამოვიდეთ, დავწვე დავიძინო. ესე რა ქვია. გოგოები მეუბნებიან, რა წაკესო, ანუ უცელზე. დავიხედე, კაცო, არაფერი არ მისცეს, სუფთა წკრიალად, კაპით მივდივარ და ანუ ზემოდან არ ჩანდა რა. უცეს ეს დაბლა, ოდნავ დაბლა სიგანეზე ტყობა მაგიდას თუ ნამცხრისადეს. შავი შოკოლადი მქონდა გაზრინზლული. მაგრამ ზემოდან სუფთად ვიყავი. ქვემოდან ვიყავ ჭუჭყიანი. წინიდან ვიყავ ჭუჭყიანი. მედია გაეცლება, არ გამირეცხი რომ როგორ უნდა გავრეცხო. ეგრე მიდევს ჯერ. ჩავიტანე. სხვათა შორის ხალხო, რომელი საათი იყო? 12 საათზე უკვე უკან მოვდიოდით. პირველი ნახევრამდე სახში ვიყავით, ხა მცხეთიდან მარტყოფამდე მოსვლას არაფერი არ უნდა. იმიტომ შემოვლითი და თბილისზე კი არ დადიან ესე. მცხეთა მარტყოფის ახლო. ხო და ის არის რა, მალე მოვედით. აუცილებლად ავალაგეთ, წამოვედით. ბავშვებიც ძალიან გაყოფილები იყვნენ, რაც მთავარია. კაი. რაც შეეხება ჩემ მაკიაჟს, ხო რაღაცები ჩავილაგე და წავიღე, რომ მეთქი იქ დავიმატებ თქო. თუ გამეცალა მე, არაფერი ხახო, არაფერი გამცლია. ნანაზე ვიცინე, ბაბუ ყავს. წინაზე რო გეუბნებოდით. ხო და მე რაღაც კადრებს ხო ვიღებდი, ბოლოდ არის რა და რაღაცა ყვავდნენ თუ რაღაცა სამონე გადავხედე ნანოს და ის რო არის
სიყვარული ყველას არა. გარიგება როა. მაროს რო ესე ჩამოსდის ხო იცი შავი სოლები ნანაბებო ტიროდა და ესე ჩამოსდია და შავი ბანკარი ვაი მე რა საყვარელი იყო. ასე ვიღებ და ნანას ვანიშნებ. რა, კაი, ჩაიყენე. პანდაზავით რო ხარ, ჩაშავებული თვალებით. კარგად ვიხალისეთ. გახსოვთ ეს თებურას პროდუქცია, ვითომ ბუწუწების დასამაგრებელი. ეს რაშიც მელაგა ის მქონდა წაღებული თანხისთვის. თანხა გვეყო იდეალურად ყველა ფერზე, დაჟე გუშინაც რამე რუმეები შევიძინეთ. ნუ ბევრი არაფერი, იმიტომ რომ აი კარგად გქონდა რა ნანგარიშებელი, კარგად გრუბად მქონდა ნანგარიშებელი, რომ იქ ზედმეტი არაფერი არ დაგჭირვებოდა. და ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯიც გაისტუმრა იმ თანხამ, ისე რომ ბოლოზარი მორჩა, ეხა ბანკეტის დროა. აქეთ ბოლოზარის ფურცელია, აქეთ ბანკეტის. რაც შეეხება რესტორანს, წაღებული მქონდა სადაა ეს ფურცელი. ისე თეთრად მიჩვენ, ის არის გამოწეული უსუსები. აი ეს თხელი მაინც ჩავწვდე, შემცირდა და შემოვისხი, იმიტომ გამოვიღე ხა სპორტული, მაგრამ ჩავიცვა თუ ესე ვიცი და მე გადავიცვე. ეს არის მენიუს ფურცელი, რომელიც მოგცეს იქ თუ რა მენიუ გქონდა. თანხა მითითებულია, ასე შემდეგ. ხო და ეს წავიღე. და რატო წავიღე, იცით? ჩვენ როდესაც რესტორანი დავჯავშნეთ, ანუ ჩვენ რესტორნის დაჯავშნა დავიგვიანეთ. ზოგადად ხო იცით, რომ ბანკეტი ბოლოზარის რესტორნები, რავი, ზოგი დეკემბერში ჯავშნის. ხო და როცა დავიწყეთ ჩვენ მოძიება, ნუ კიდე იყო შანსი რაღაცა და მე რაღაც არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა ჩვენთან სოფელში და ბავშვთან დაკავშირებით, ეხა კარგად არის ბავშვი და გამოჯანმრთელების გზაზე ღმერთმა კარგად ამყოფოს. მაგის გამო 1, 2 თუ 3 კვირა აღარ შევიკრიბენთ რა და ის რა რესტორნებსაც ვფიქრობდით, ის იყო დაჯავშნილი იყო ის ბოლოზარის რესტორანი, რასაც ვფიქრობდით. ამიტომ რო იტყვიან დიდი არჩევანის უფლებაც აღარ გქონდა და შანსიც ავირჩიეთ ძველი არმაზი ცხეთაში. მე არა ვარ ნამყოფი, მაგრამ შარშან კლასი იყო მარტყოფი და წასული. ამ კლასის 2 მშობელი ჩვენი მშობელიც არის და მათ თქვეს, რომ არ ვარგა. არც კერძები, არც არეულად მოიტან, ანუ გემო არ ჰქონდა საერთოდ კერძებზე, უგემური იყო. მენიუ რაც არ ქონდა შეკვეთილი რაღაცები ისე მოიტანესო, მომღერალითო, ნუ მოკლედ აი შევკვეთეთ, მაგრამ დავჯავშნეთ, მაგრამ თითქოს ამ ადამიანების მშობლების ნალაპარაკებით ცოტა პესიმისტურად ვიყავით განწყობილები თუ რა და როგორ, მაგრამ რადგან მე ხო ვიყავი ჩასული მე ელაშა, ნინო და მამაო, ანუ დედმამები წავალთ ბავშვების და ძალიან დიდი იმედი მქონდა იმის, რომ მამაო რო ელაპარაკა ამ ქალბატონს, რომ ბავშვები არიან რაღაცა და საკვებიც ცოტა ისეთი, რომ ნუ სთხოვა ერთი სიტყვის, სთხოვა როგორ მამაო დაელაპარაკა, რომ შესაბამისი საკვები რა, რომ აი არ გვინდა ძალიან გადაპრანჭული სუფრა რაღაცა, ნორმალურად რომ შივრები არ ეყოფილიყვნენ და ამ ქალბატონმა ნუ რას ის არის. იმის მე მოკლედ მე კონტაქტზე არ გავსულ ვარ, იმიტომ რომ არ იყო დრო და ეს ბოლო 1 კვირა თუ 2 კვირა ვეკონტაქტები ამ ქალბატონს, რადგან მე ვიყავი იქ და მე მქონდა ფურცელი. ისე მაგრამ ნერვიულობდი, ისე მაგრამ როგორც ჩაივლის მეთქი ეს ყველაფერი. თუმცა პასუხისმგებელი მე კი არ ვიყავი, მთლიანად თელმა მშობლებმა ავირჩიეთ ეს ყველაფერი. ეს მენიუც ჩატში იყო ჩაგდებული, შეეძლოთ დამატება, არავის ამოღება, ნუ მოკლედ. დავტოვეთ ის მენიუ, რაც ამ ქალბატონმა შემოგთავაზა, ძველი არმაზი ცხეთაში. მივედით 5-დან 6 საათამდე. აი 5-ისთვის უკვე იქ ვიყავით რა, ისე რომ
ის მქონდა რომ 5-ზე გამზადეთ მეთქი და 5-დან 6-მდე მოვალთ, თქვენ და ჩვენ სვეტი ცხოველში უნდა გაგვევლო და პლუს ხა საცობები არ ვიცოდით რა როგორანაირად იქნებოდა და ნუ ვივარაუდეთ რომ 5-დან 6-მდე მივიდეთ და 5-ზე მზად ყოფილიყო და 5-ზე კლდათი თუ 15 წუთი რომ მივედით რა, ნუ აქ ბოლოს არის ის ძალიან კარგად ჩაატარეს ბავშვებმა, იყო მაქსიმალურად მოკლე და ის რაც უნდა ექნა და არა გაწელილი უაზრო კონცერტი თუ რაღაცა. გადაიღეს ფოტოები, ზარი დარეკეს და წავედით ეგრევე სვეტი ცხოველი, ანუ სწრაფად ვიმოძრავეთ რა, დაგეგმილად. და რომ მიველით ამ რესტორანში ეს მქონდა ამოღებული, რომ რადგან წინამშობლებმა თქვეს, რომ მენიუ არეულად მოგვიტანესო და რაღაცა მინდოდა რომ გადამომეწყვი. ესე იგი ხახნო ბოლომდე ისე და ჩაიარა ყველაფერმა, რომ აი მწვადის ერთი პატარა მოციცქნილს ვერ ნახავდი რომ კლებოდა. ანუ რა მენიუც გაგვიწერა ქალბატონმა, ყველაფერი იყო მოტანილი, არც ზედმეტი, არც ნაკლები, ყველაფერი იყო, რავი, ეგრე ადამიანმა ეხა სახში რო გააკეთო საჭმელი და სამს მოეწონა, შეიძლება გემოვნების ამბავი ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ ერთ-ერთ მშობელს ვკითხე რომ მეთქი აი შეადარე მეთქი, აბა მაინც შაშარო ხო იყავი შენ და რა და როგორ და რა საუბოშორენამ იდეალურია ყველაფერი, გემრიელია ყველაფერი, მშვენიერია ყველაფერი, არც მივა შაშანდელ სიტუაციასთან ახლოს, ანუ ძალიან გემრიელი იყო, მელობიანი ძალიან მიყვარს, ძალიან გემრიელი იყო, ხაჭაპური ძალიან, აი ყველაფერაც ვჭამე იმ წუთას, მართლა გემრიელი იყო და მე მგონი ყველაფერი. ცეზარი გადავჭამეთ მე და თამთამ. ივანე მithumetes ხო იცით რომ სუამო ჭაველია მე და აი ყველაფერი ვჭამეთ რა. ვინო ქონდა წაღებული, მე ბავშვმა კონიაკიც დაამატეს. ერთი გავაფრთხილეთ რომ ბევრი არ მოგივიდეთ, რაღაცა მე რა იცი რა ხდება და აი დრო გავატარეთ. მომღერალს რაც შეეხება, მომღერალზე ხო თქვეს შაშანა არ ვარგოდავ რაღაცა და შემოვიდა უი ესაო სხვა არისო თვითონი აღნიშნეს. ხა მე რა ვიცოდი შაშან ვინ იყო და ბავშვების სურვილებზე მოძრაობდა ეს კაცი მოკლედ, თვითონაც ღეროდა, ბავშვებსაც ამღერებდა, აცეკვებდა. ძველი მეებსაც ურთავდა ჩვეულებრივ YouTube-დან. დარბაზი იყო ძალიან დიდი, ძალიან მოწესრიგებული, ძალიან კარგი და რავი, ძალიან კარგი სიტუაცია იყო. ბავშვები, რაც თავარია ბავშვები. მშობლებს ვერ ბავშვებიც იყო ეკმაყოფილები და წამოვედით. ნუძრა ნინო. ძალიან კაი სიტუაცია იყო. მერე კი ანუ გუშინდელი როგორ ხართ რაღაცა და აღმოჩნდა ისე რომ ზოგს ბალიშთა თავისაწევა ეზარებოდა, არ უნდოდა, ზოგი ცოტა შეუძლოდ გახდა. შეიძლება ითქვას ერთი 50 კაციდან იყო ისე რომ ცუდად გახდნენ ზოგი მშობელი, ზოგი ბავშვი. მაგრამ იყო ცდილობა რა იყო ის რომ რესტორანში ამიხვა იყო გაფუჭებული რომ რამაც გვაწყინა სიტყვაზე, მაგრამ გუშინაც ვეუბნეოდი რა, ანუ არ არის ძნელი ის რომ გაიშვირო ხელი და გაითქვა რომ რაღაცამ გაწყინა და რაღაცამ იყო ის. მაგრამ ყველაზე დაბალი იმუნიტეტით და მაგ მხრივ ვიყავი მე იქ, რომელმაც ყველაფერი ვჭამე. ჩემი შვილი, ანუ 50 კაციდან ჩათვალეთ რომ 40 კაცი მშვენივრად კარგად ბედიან ბავშვია, ყველაფრიანად მასწავლებლიან და ძალიან კარგად ვიყავით. და მე გუში რა აღმოჩნდა იცი კიდე, ანუ ის რომ რესტორანი და ჰაი და ჰუი არა. ოჯახებში ენტეროვირუსია დაფიქსირებული. და მაგის დიდი შანსია, პლუს იქ დასალევის არეული იყო და დიდი შანსია და კიდე გუშინ ანუ ისეთი ხალხი იყო ცუდად რომელიც იქაც არ იყო. ხო ეს რომ აი მე და რესტორანი არაფერი, აი საერთოდ აი თავიდან შეიძლება გეფიქრა კიდე რომ აი ერთიანად უნდა დამხდარიყავით ხო ცუდად მოწამლა რომ ხო ზოგის ორგანიზმი იტანს, ზოგის რაღაცა, მაგრამ არ არსებულია საერთოდ რესტორანი მაგასთან ახლო არ არის. ის რომ ყველანაირი სასმელი აურიეს ვინც უდად გახდნენ და ის რომ კიდე
იყო იმის შანსი, რომ ვირუსი იყო კიდე. იმიტომ რომ არის ვირუსი, ენტეროვირუსი, ისეთი ხალხი იყვნენ ცუდად, რომ რომლებიც იქ არ იყვნენ. უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ვერ იყვნენ. ხო და მოწამლა კიდე ესე ნენელა და ისე არ გუშინ იყო კიდე რა, რომ აი როგორც აი ვირუსმა რო იცის ნენელა, ხო იცი? ტალღასავით მიდის სოფელში. ხო და უთხარი კიდეც რა, ძალიან ადვილია ხა დაურეკოთ, უთხრათ, რომ აი ამოვწყდით. არ იყო ეგრე. ანუ სისულელია, რომ უბრალოდ რესტორნისკენ გაიშვრო ხელი, რომ მართლა არაფერი შუაში არ იყვნენ, ყველაფერი იყო კაიდან. ზეღანაც კი ძალიან ადვილია მაგის გაკეთება, მაგრამ სამართლიანი უნდა იყო მაგ დროს რა. უბრალოდ იმიტომ რომ დადანაშაულება გინდოდეს, არა. ყველაფერი იყო ძალიან კარგად. ყველაფერი იყო კაი. ზეღანაც ვთქვი, შეიძლება ვიღაცას ბლინჩიკზე ამბობდნენ, რაღაცა არ მომეწონა, ბლინჩიკი ჭამე. რა არ მომეწონა ხალხო, უბრალოდ შემწყვეტ კიდე ავიღებდი. ქათამი გუში რო გავშალეთ და უკან ავიღეთ ეს იმდენი ქათამი ავიღეთ, ისე გემრიელად იყო შემწვარი, ხო გეუბნებთ, აი ისე გემრიელად, რომ ამბობდნენ, რომ აუ მკერძებს რა უყოთ, მეთქი არ გადაყაროთ ხახნო, ან რაღაცა და ცოტა წავიღოთ სულ ყველა სისულელი ხა ადგე და გაისროლო, ან ძახს დაუყარო ან რაღაცა. კარგი კერძები იყო და ესე დავისათითოვეთ და წამოვიღეთ ყველაფერი. ანუ გუშინწინდელი ისა, გუშინ ვიქეიფეთ მაგაზე რა. ხო გიჟები უნდა ყოფილიყავით, რომ აი რესტორანმა დაგვწავნა და გუშინ კიდე ვიქეიფეთ. ნუ გქონდათ რამდენიმე სეჭვი, მაგრამ არ იყო სისულელია რესტორნის ხელის გაშვერა, აი ძალიან სისულელია, იმიტომ რომ ჯერცი რას ვამბობდი, რომ ყველაფერს თავი დაანებო და რაღაცა მამაო ელაპარაკა ქალს და მამაოს ჰქონდა ის, რომ ესეთი სიტუაცია იყო. არ არსებობს, მე ვთხარი, არ არსებულია ეგ სიტუაცია, რომ ყველაფერი და ეს სიტყვა დაკიდება რო ხო, რომ აი ყველა შობელიც და ბავშვიც არ გაეთვალისწინებინა ქალს და ეგრეთ წოდებულად ხო იცი რომ თავარია რაღაცა და დაიკიდო და რაღაცა, არა. ანუ არ არსებობს ისეთი სიტუაცია ყოფილიყო, რომ არ გაეთვალისწინებინა ის და მართლა სისულელი ახლა რა, რომ რავი, ხალხი მიყოფილს იღებს და ხოცავ არ არსებულია. და გუშინ მაგაზე გქონდა ლაპარაკი, გქონდა დავად იმ მშობლებმა ვთქვით და ბავშვებმაც, რომ ჯერ მოწამლა გინახია ესე ერთ საღამოს კარგად ახლა და მეორე დღეს ჭიტივით. მოკაკულები უნდა ყოფილიყვნენ ყველანი გუში. ყველანი კარგად იყვნენ გუშინ უკვე იქ. ასე რომ ეგ გამოირიცხა და უთხარით კიდეც, რომ ის უსამართლობა იქნება მაგის დადანაშაულება. ყველაზე ის იყო კიდე, რომ ერთ-ერთი მშობელი ამბობდა, რომ გამაჩერეს რომ მითხრეს, რომ რა სად იყავითო რომ რესტორანში რატო დაიწამლენითო? აი ისეთი სისულელე და ტყუილი ფარსი გავარდა უცბად, რა ვიცი, საიდან როგორ და ვისაწყობ და არ ვიცი, მაგრამ არანაირად არ არის უსამართლობა არის, რომ ეგ გააჟღერო. თორე გუშინაც ვამბობდი რა, არც ჩემი ნათესავია, არც მე დამაკლდება რამე რა. როგორც რაგნარი და რო წამოვალ და ხო გახსოვთ რაგნარის ამბები, რაც მოყევი და რაც მოყვა მე მაგას და იქიდან რო ეს მენეჯერი ბოდიში მოიხადეთო და მე საქმეზე რომ იდგა გაათავისუფლეს ის მენეჯერი. იმიტომ რომ ძალიან დამნაშავეები იყვნენ და მე რაგნარიდან დაგვირეკეს კიდეც და დავპატიჟეს მე და ნინოს, რომ ესეთ სიტუაცია რო მოხდაო, გვინდაო რომ გამოვასწოროთ და სრულიად უფასოდ დავპატიჟეს რაგნარში. ეხლა რა სულელი არ წავსულვართ და არც არაფერი, მაგრამ უბრალოდ ადამიანი ყველაფერში უნდა იყო აი სამართლიანად თქვი რა. რატო? კაი, შევაწმინდოთ ხელები. კაი, მე რატო? და გუშინ ისე ვისაკვები ვჭამეთ? და ქათამი წამოიღეს აღარ ერთი პაკი ქათამი მიდ. აი გაი სისულელი. დაწამლა ხდება მასიურად. იქიდან 10 კაცი არ უნდა გამხდარიყო ცუდად. ეგ იოანეს დაბადების დღეს. აი, რა კარგად გამახსენდა. ეხლა ამასაც ვიტყვი და წავედი. იოანეს დაბადების დღეზე იყვნენ ბავშვები, ბიჭები, ანუ ქვებოთი ქეიფეს რაღაცა და კაი რა ეხა აი მართლა ის უნდა იყო, ვაიმე ეს როგორ მოუვიდა, მეც ვიყავი მაგ ხელა, მეც დამილევია ღვინოც და მე შეიძლება არაყიც, სიტყვაზე ვამბობდა, აი მაგასაკში ვინ არ გამხდარა ცუდად, ხო? ზოგი და ზოგი არა, ზოგის ესე. ანუ აი ხა ჩემ მე საკუთარი ხელით გაკეთებული საკვები მიუტანება ბავშვებს.
საკუთარი ხელით გავუშალე ის და აი ახლა რო თქვა 12-14 ბავშვიდან შეიძლება 6 გახდა ცუდად მოვწამლე იგივე სიტუაცია იყო აი უნდა აი მიზეზი კი არა მიზანი რა უნდა გქონდეს ანუ კონკრეტულად ვიღაცა სხვა მოხდა ეგრე იქ ჯანჯღარი იქ ძეკვა იქ სასმელების არევა იქ ის და სისულელია რა და ვირუსი დაერთა ვირუსი და ანუ ამ ყველაფერს ვირუსი ისაქნა იმიტომ რომ ზოგი ამბობდა აი ჩვენ ხო რაღაცა მაგრამ ვირუსი ვინც თუდად გახდა ის სამტკიცებდა ხალხურ ოჯახში სულ ყველანი ვინც არ იყვნენ ისინი თავდაყირა ეკიდნენ და რა მოწამლა გადაედოთ ასე რომ ვინც მარტყოფელები მიყურებთ მით უმეტეს რომ გუში რა ვიცი რა იმით ჰაიდათი გავრცელდა ეგ სიტუაცია რომ აი მე რა რესტორანში ხავით რომ დაიწამლენით არანაირ რესტორანს არ დაუწამლივართ ვინც ეგ გავრცელა ძალიან მაგრად მიუქარია არანაირ რესტორანს არც არავის არ ვიცავთ ის მშობლები ძირითადი ნაწილი კი არა და უმრავლესობა კი არა და რა ვიცი 40-დან 38 არანაირ რესტორანს არ მოუწამლივართ რესტორანი რა შუაშია მე თუ ღვინო დავლიეს 9 ლიტრა კონიაკი მივაყოლე 2 ლიტრა მე ყირაზე დავდექი და ვიცეკვე და პლუს ვირუსი რო იყო სოფელში ვირუსია მარტო სოფელში არა იქითა სოფელში ხო და ანუ არაფერს არ ემსახურება ის არც და როქია დაბრალება არც გამართლება ითქვა სიმართლე თორე ეგრე რო ყოფილიყო როგორც რაგნარზე ვთქვი რა სიტუაცია იყო ჩვენი იმით რომ იუბილარი რა რო იტყვიან ცარიელა თეფშებზე ყავდათ მთელი სტუმრები რატომ არ ვამბობ რა მართლა ჩემი ის არის დეიდა ბიძა ბიცოლა ნათესავია ნათლია თუ რა არაფერი ხალი ვნახე პირველად და ალბათ რავი შეიძლება ვეღარცა ვნახო მაგრამ ხო უნდა იმსახურებოდეს რაღაცას არანაირად ძალიან კმაყოფილები წამოველით მართლა და საკვები იყო იდეალური რო არ ყოფილიყო გუშინ იმსაკვებს გადავყრიდით და ჩვენით იმას ვიზავდით ვიყიდით კიდე რამეს თუმცა იყო თქმულება რომ აი მე გარაჭამოთ მე უთხარი აი ქათაბი არ გადაყაროთ თქვენ გასდაგახარებას დილას ისე გემრიელა ხო ისე ბლინჩიკი შეიძლება ბლინჩიკმა ხო არ გვაწყინაო რა და ყველამ ცოტა წამოვიღეთ მაცივრებში გავინაწილეთ საჭმელები რო ხალისთვის ხო კი არა და გუშინდელი დღისთვის ხო გვინდოდა მეორე დღისთვის და გადავქეკე რა წამოვიღე მეთქი პარკებში იყო გაკვანწული რა ეს კონტეინერები რაღაცა და თევზი იყო კალმახი ვაიმე რამდენი ვჭამე ოღონ თევზი არ მიჭამე ხალხო თევზის თავები ისე გემრიელად მე ხო ეგ მიყვარს ისე გემრიელად ჭამე ისე გემრიელად რა იყო აქეთ გადავქეკე და ის იყო ხლის ისა იქაც ავჭამე მხალი ბადრიჯანი ვჭამე აი გაჩეჩილი იყო ცოტა მუქი ფერის რა და ვაიმე ეს გოგოებმა კითხეს რომ ის და არაფერი გოგოებო ჭამე მე გაჩეჩილი ძალიან ვიყავ უბრალოდ პილპილი ჰქონდა მეტი და ფერი ხო იცით როგორ ცulis პილპილი ფერს ანუ არ ვიზუალურად ვაიმე არა გემრიელი იყო რავი ან მე გემრიელი ყველა მოვჭამეთ ყველა თავთავად ხო რა აუ შეიძლება ჯერ ხო ბლინჩიკს დავამთავრე იცი ბლინჩიკი შეიძლება გადავქეკე ბლინჩიკები ალაგია დავდე თევზს ერთი ბარკალი თევზის თავი და რა რამე იყო კიდე თუ 6 და გადაუღე სურათი ჩავაგდე ჩატში 15 წუთში და მირეკეთ მე ცოცხალი თუ იქნები ისე გემრიელად ავჭამე უბრალოდ მომერიდა რომ უნდა წაიღოთ და სუაში მომეჭამოს მეთქი და კაი ბლინჩიკი გამოიცოვა აი მე დეტაო სალათის ბოთოლმა ხო არ გვაწყინაო სალათის ბოთოლი მე და თან ერთ მაგიდაზე ვისხედით რა და მე ძალიან მიყვარს მით უმეტეს ცეზარი როცა მოაქვს ძირთად ხორცის იმდენად არა სალათის ბოთოლი ხო მე ბევრჯერ მithქია ლიმონთან და ძალიან მიყვარს და სამი დიდი თებში იდო ამ დიდ მრგვალ მაგიდაზე და რა ხალხი მე ვთქვა მე ვჭამე და თამთაებნევა რა მე გასვენებული უნდა ვიყო მაშინ და სამივე თებშიდან გადავიღებ ენ რაოდენობის სალათა ხო და ანუ ის რომ აი კონკრეტულად ერთიც არ იცოდნენ რა მაწყინეთ მაგრამ არა იყო რა ცდილობა რომ არა გინდა თუ არა იქ იყო მაგრამ არ იყო ეგ არანაირად არ იყო ეგ ბავშვები არიან ჩიტებივით და მოწამლა კიდე
იყო გუში, რომ ერთი თუ ორი მშობელი ჰქონდა ეს შეგრძნება, რაღაცა ვერ იყვნენ კარგად. მაგრამ როდის მოიწამნენ 24 საათის მერე? და ყველაზე კაი რა იყო იცი, რამდენი თქვა, რომ აი ზუსტად რომ მოდიოდით და მაშინ გახდნენ ცუდად, იმიტომ მოწამლო. მაგრამ დანარჩენებს რა მოუვიდათ? წეგანაც ვამბობდი რა, რომ აი მაგალითი მოვიყვანე სახლში ჩემი საკუთარი ხელით გაკეთებულ კერძებზე. რომ ბავშვები გახდნენ ცუდად. ანუ მე მოუწამლე და ნინოს რომელსაც ხვინი ვარ დაულევია, იმ დღეების განმავლობაში მახსოვს, რომ ტახტზე იწვა, იმიტომ რომ ენტეროვირუსი ჰქონდა ზუსტად ვერა კარგად გამახსენდა ეგ ხალხ. ანუ საკუთარი ოჯახის წევრები და ჩემი მსტურები დავწამლე ეგე გამოდის რა. ანუ ხო შეიძლებოდა ვინმე მშობელი ამოვარდნილიყო და ეგე ეთქვა. ხო სისულელი. ამიტომ თითის გაშვერა ძალიან ადვილია. მაგრამ სიმართლე ყველაფერში დევ. არისო ეგრე? ყველაფერი, აი ეს ფურცელი ისე უკან წამოიღე, იქ მქონდა, ვადარებდით რა მქონდა შეკვეთილი რამდენი. არც პორციას ერთი ნაჭერი არაფერი არ ეკლდა ხალხო და აი ხო გეუბნები. გუში ხო ჭამეს, აი იცი როგორ ჭამეს, ჭამელი ბავშვები, მშობლები არანაკლები, გუში წინ უფრო სწორად. გუში ხო კიდევ ჭამეთ. უკან წამოვიღეთ კიდე. იმდენი საჭმელი იყო. გემრიელი იქვე აღნიშნავდნენ ყველანი და წეგანაც ვამბობ, შეიძლება რაღაცა საჭმელი მე მომეწონოს, შენ არა, შენ მოგეწონოს, მე არა. ეგ გემოვნების ამბავია. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ რესტორანი ცუდად მოგემსახურა. ასე რომ ვიყოთ სამართლიანები, ეს ვიდეო მინდოდა ჩამეწერა, იმიტომ რომ რაღაცეები უაზროდ ითქვა გუშინ და მშობელი ბრაზობდა, რომ ანუ რატომ მეკითხებით ხალხო მაგას, ვინ გითხრათ, რა მოიწევთ, ცოცხლები ვარ, რა მაშინ დაწამლა ერთნაირად ხდება, ხო? 50 კაციდან 80 კაცი კი არ იწამლება. ნახევარზე მეტი მაინც უნდა დაიწამლოს. დაჟე კიდე მეტიც. არავითარ ეგ არის გამორიცხული, ვინც რა უნდა ისე თქვას და რაღაცა, რესტორანი მოგემსახურა იდეალურად. იდეალურად მოგემსახურა რესტორანი. და ეგ რესტორანი ავირჩიეთ ძირთადად იმიტომაც კიდე, მანამდე იყო შუაგული, ბაზალეთი და რაღაცა თქმული, რომ როდესაც ესეთ რაღაცას აკეთებ, როდესაც აკეთებ ბანკეტს, ბოლოზარ, შეკრებას, რაღაცას და იქ გათვალისწინებულია სიტყვაზე 20 კაცს ვიტყვი, 20 ბავშვი თუ 20 კაცი როგორც არის, იმდენად უნდა ხელმისაწვდომად გააკეთო ყველაფერი, რომ იმ 20 კაციდან 6-მა და 7-მა უარი არ გითხრას ფინანსების გამო. ყველამ კარგად ვიცით, არავყოფილ ვარ, ერთადერთხელ ვიყავი ქორწილისა ეს ხელის მოწერის სიტუაციაში, მაგრამ დანარჩენზე არავყოფილ ვარ შუაგულზე და რა ხდება, მაგრამ ბაზალეთზე და შუაგულზეც ძალიან დიდი გამოცდილება იმის, რომ ბავშვები მშივრები მოდიან და ეს ალაფუშეტური რაღაცები არ ყოფნით. ხო, ანუ ეგეც ითქვა, მაგრამ რაღაცა მოდასაყოლილი სიტუაცია და იცი რა, ის რო შუაგულში იყო მეც მინდა, მაგრამ ჩვენთან ეგ რო ითქვა, მოხდა ესეთი რაღაც, უბრალოდ იდეის დონეზე რო ითქვა, რომ 6 თუ 7 ბავშვი უკან იხევდა, მშობელი რო საშუალება არ ეხა რო შუაგული, შეიძლება მეც უარი მეთქვა. ჯერ ეს, მე გამოცდები, რა ქვია, სტუდენტობა და პლუს პატარა. მომავალი და ხო უნდა გათვალო და სახში კიდე ხო ყავ 1-2 წელი. ეგ რო გვისავ ქენით და იდეის დონეზე გქონდა და მივხვდით, რომ იყვნენ ხალხი, რომ თუნდაც ჩემი ჩათვლით, რომ შეიძლება უკან დაგვეხია. მაშინ ითქვა, რომ კეთდება ისე, რომ ყველა უნდა შესწუდეს, იმიტომ რომ ეს ბანკეტი და ეს ბოლოზარი არის ყველასი და არა ვიღაცა იმათი, ვინც ბოდიშ და ვარსკვლავებს ეთამაშებიან და რაღაცა. ვინც ვარსკვლავებს ეთამაშება, შეუძლია წავიდეს და ცალკე ეთამაშოს. ბანკეტი და ბოლოზარი არის საერთოდ იმათთვის ყველა უნდა გაწუდეს. ყველა აბსოლუტურად, ამიტომ მასზე გავაკეთეთ. ბოლოზარი ჩავამთავრეთ და იდეალური იყო. სულ იმას ვამბობ, რომ დრო კიდე შენ უნდა გაატარო და რესტორანმა არ უნდა გაგატარებინო, შენ უნდა იყო განწყობილი იმისთვის და იდეალურად ჩაიარა ყველაფერმა. თუ ნახავთ მე თქვენს კადრებს, რამდენად ბევრ რაღაცას ჩავსვა არ ვიცი, მაგრამ აი, რავი,
ძალიან საყვარლები, დიდი ბავშვები. თავარი რაც არის, ბავშვები გაერთნენ, ვისაც უნდა გაერთო. აი ეგ არის დასკვნა. ასე რომ ხელმომჭერობა და ეს ბიუჯეტურად გაკეთება იმას არ ნიშნავს, რომ ან გოიმე ხარ, შუაგულში ვარა ხარ, ან რა გოიმობა, დედა როხი რაღაცა. არა. ვისაც ეგოიმება, აი იმ პერიოდში რაღაცა. ეგ ყველაზე დიდი გოიმობაა და უბრალოდ ძალიან ცუდია, რომ ვერ ხვდებიან და სასაცილოდ იგდებენ ხოლმე თავს. ასე რომ მინდოდა ეს ვიდეო ჩამეწერა, იმიტომ რომ ეს ალაგ-ალაგ გუშინ რომ სადღაციდან გვესმოდა რომ ვაიმე დაიწამლენით, რა დაიწამლენით, როგორ ცოცხლად გამოვიყურები, ყველაზე ცოცხლად. რა დაიწამლენით, ხა. მაშინ მე უნდა დღეს აი იქ ვიწვე, იმიტომ რომ წეღანაც ვამბობდი, მინიმალური იმით ვიყავი, ყველანაირად იმუნიტეტი გამოცლილი მე, ხო? ხო ეგრეა. ფეხბურთის აქვს განახევრებული კი არა, გამესამედებული იმუნიტეტი. ყველაფერი ვჭამე. ერთადერთი რაც მართლა არ ვიჭამე, ეს იყო კუპატი და ეს აფხაზურა, ეს ხორციანი ის იყო და რაღაცა მე ესეთი ცხიმიანი არ მინდოდა რაღაცა რა და იოანე ვჭამა საბაგერო ჩემი წილი. ბავშვი არის მერცხალივით, არაფერი არ ასჭირს. როგორ კაცო 100 ბავშვიდან 2 მოიწამლა და 98 კარგად არის? სისულელია და ეს ვიდეო საჭირო იყო მაგისთვის, რომ ვისაც ეს შემოესმა თუნდაც მარტყოფში და საიდან და როგორ და რანაირად გავცელდა კიდეც სალკე თემა, ვისაც ეს შემოესმა, ეგ არის სისულელე. თუ არა და გუშინაც მშობლები ვამბობდი, იქ დარეკვას არაფერი არ უდგა წინ. და სიტუაციაზე რაღაცა კომპენსაციის მოთხოვნას, რატომაც არა, გე? ნახავ, მოიყვა დააწვე ბავშვებს, ყველანი ცუდად არიან. არ იყო ეგრე. რაც არ უნდა საკეთებდე, რაც არ უნდა გააკეთო, დაგეგმო რაღაცა. მაქსიმალურად სამართლიანი უნდა იყო ადამიანი ეკუთვნის ვინმეს თუ არა. არ არის მაინც ხელები მაინდა მაინც იმას მივაწმინდოთ რესტორანს და იმას არა რომ ცალკე ვირუსია დამთხოვული. და პლუს 2000 სახეობის სასმელს რო დალევ. რო იჯანჯღარებ, იცეკვებ, ყირთამალა რო დადგებით, არა. არც ვირუსი, არც სასმელის რესტორანი. ანუ ეგ არის აბსურდი და ძალიან მინდოდა რომ ამაზე მეთქვა. იმიტომ რომ მე ყოველთვის რაღაცა რომ მინდა ხოლმე ვთქვა. ამის საშუალებით ვამბობ და ვიცი რომ ძალიან ბევრი მარტყოფში ხედავს და უყურებს. ასე რომ თუ რაღაცა მსგავსი შემოგესმათ, ხახნო, არც ერთი მშობლის ნათესავი არ იყო ის რესტორნის, რავი, მე პატრონი ვინც არის, არ ვიცი, მე რავი ვინ არის, მე პატრონი. არც ნათესაური კავშირი გვაქვს და არც ხელი გვაქვს მოწერილი იმაზე უთქმელობაზე. ეგ არის სრულიად დიდი აბსურდი და აქედან მინდა ძველარმას ძალიან დიდი მადლობა უთხრა კაი მომსახურებისთვის, მშვენიერი გემრიელი საჭმელისთვის, მშვენიერი მომღერლისთვის, სუფთა გარემოსთვის და ყველა აი თავარი კიდე ის იყო რომ ჩვენ ბავშვებს არ უხდებოდათ კიდე იყო იქ ბოლოზარი. არ უხდებოდათ გადაკვეთა სხვა ბოლოზარის ბავშვებთან. სველი წერტილი და ეგეთი რაღაცები აი თუ გადიოდნენ და იყო შემთხვევა როგორ წინაზე გუშინ ბავშვები შემოვიდნენ და ჩვენთან ცეკვავდნენ და არც არაფერს არ აშავებდნენ, გოგოები ძირითადად არც ერთი ბიჭი არ შემოსულა, 3 თუ 4 გოგო და მშობლებმა უთხარით რომ რა იცი კაცო იქ ვიღაცა გავა ან რაღაცა სეტყვის ის და რატო უნდა მოხდეს უთანხმება და ამ გოგოებს ვთხოვეთ რომ ძალიან გთხოვთ არაფერს არ აშავებთ და არც არაფერს არავინ არ გაკადრებთ ჩვენი კლასიდან უბრალოდ დაბრუნდით თქვენ კლასთან და ძალიან დიდი იმით წავიდეთ თორე განარასაებს ცეკვავდნენ არაფერს არ გუშავდნენ მაგრამ უსაფრთხოება არის ყველაზე ძალიან დიდი რამ მithumetes მაგასაკის მithumetes ბიჭებისთვის რომ რავი ვინ სადგავა რა სეტყვის უია იმანისე არც გაუხედიათ ჩვენ ბიჭებს იმ უცხო გოგოებისკენ იმიტომ რომ იციან რომ რაღაცა სისულელეს შეიძლება ძალიან დიდი უბედურება მოყვეს ამიტომ სრულიად უპრობლემოდ შემოსული გოგოები რომლებიც არაფერს არ აშავდნენ უბრალოდ ცეკვავდნენ თხოვეთ რომ აღარ შემოსულიყვნენ, იმიტომ რომ თავიანთ ბოლოზარის ხალხთან, თავიანთ სკოლასთან დაბრუნებულიყვნენ. თან ერთ-ერთი მშობელი ჩვენი მანდატურია მეორე სკოლიდან და ეგაგვარებდა მაგის რომ არაფრითა შეიძლება ეგეთი რაღაცა. მithumetes თორე შარშან მარტყოფის ორი სკოლა იყო მან. ახალიც და ძველიც, მაგრამ მარტყოფია. ჩვენია, ერთნი არიან. ყველას იცნობს.
ზოგი ბაღიდან მოდის ერთმანეთთან სხვადასხვა სკოლაში გადანაწილებული რაღაცა, მაგრამ უცხო უნდა იყოს უცხო და ანუ ის დარბაზი ჩვენი სულიად ის იყო რა, ანუ იქ არავინ არ უნდა შემოსულიყო. და ერთი თხოვნის შემდეგ გატრიალდნენ ბავშვები წავიდნენ და აღარ შემოსულა. ასე რომ რაც მინდოდა ვთქვი ჩემი სათქმელი, იმედია ეს უაზრო ეს სადღაციდან ვაიმე დაიწაბლეთ აღარ იქნება. არ დავწამულობთ. ჯანმრთელად ჯანსაღად 2 დღე იმ საჭმელზე ვქეიფობთ. რატომ მეტი არ წამოიღე? მარტო ქათამი რას მოგქონდა, ქალო? წავედი. კარგად იყავით, აბაჰო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს ბოლოს არის ვიდეოს გავაკეთებ. კარგად. და მადლობა ძალიან დიდი, ვინც დამიწერეთ, რომ ვინც კი არა და სულ ყველანი მიწერდით, რომ კაბა მქონდა კარგად. მე თითქოს რომ ვიხედებოდი სარკეში და რაღაცა თავი გამხდარი მეგონა და სურათებში პუმპულა ვიყავი. წავედი, ვაიმე, ჩავედი, როგორ მეზარება ყველაფერი ღმერთო, მაგრამ ისე მომეწონა ხა თქვენთან ჭორაობა და ლაპარაკი რომ რაღაცა და კაიო. და იცი ეს მოვიხსნა. მერე გავიკეთე. კარგად, აბაჰე ხალხო. მაგრად იყავით და კარგად იყავით. აცი ბანკეტზე ვინერვიულოთ. რა ჩავიცმევთ, როგორ რა და რანაირად და რაღაცა. თავარია ეს ბანკეტია, ეს ბოლოზარი არის, ბოლოზარი. ყველაფერმა ჩაირა მშვენიერალურად. აი ესე. აბაჰე, მაგრად. ბედნიერად ყველას.